ყოველწლიურად მსოფლიოში 400 მილიონ ტონამდე პლასტიკის ნარჩენი იწარმოება, საიდანაც ნახევარი ერთჯერადი გამოყენებისთვის არის დანიშნული. ყოველ წუთას მილიონი პლასტიკის ბოთლი იყიდება, ხოლო ყოველ წელს 5 ტრილიონამდე პლასტიკის პარკი გამოიყენება. პლასტიკით დაბინძურება გლობალური პრობლემაა. ყველას გაგვიგონია წყნარი ოკეანის დიდი ნაგვის ლაქის შესახებ, რომელიც ზომით ტექსასზე 2-3-ჯერ უფრო დიდია. პლასტიკის ნაირსახეობა, რომელზეც ყურადღების მიქცევა გადავწყვეტეთ, არის პოლიურეთანი, რომლის წარმოების მოცულობა აშშ-ში წელიწადში მილიონ ტონას შეადგენს. პრობლემა ის არის, რომ გადამუშავების წრედი გამართული არ არის. ამასთან დაშლის უნარი არ გააჩნია. პოლიურეთანის გადამუშავებასთან გამკლავებაში შეიძლება დაეხმაროს პლასტიკის მჭამელი ბაქტერია, რომლის შექმნაზე მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ. კალიფორნიის სან-დიეგოს მეცნიერების მიდგომის განსხვავება მდგომარეობს ბაქტერიული სპორების გამოყენებაში. ბაქტერიულ სპორებს ვიყენებთ, რომლისთვისაც პლასტიკი არის საკვები. მისი მოდიფიკაცია მოახდინეთ, რათა პლასტიკის დამზადების საწარმოო პროცესების მიმართ მდგრადი გახდეს. როგორც კი ამგვარი პლასტიკი კომპოსტთან შედის შეხებაში, ბაქტერიები ღვივდება და პლასტიკის ჭამას იწყებს. მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიეთ ბაქტერიული სპორი, მდგომარეობს იმაში, რომ გარემოს ზემოქმედების მრავალი სახეობის მიმართ არის მდგრადი, უმთავრესად კი ტემპერატურის. ცდისთვის ბიოდაშლადი პლასტიკის შესაქმნელად მეცნიერებმა ბაქტერიების სპორები და თერმოპლასტიკური პოლიურეთანი ექსტრუდერში ჩატვირთეს. ინგრედიენტები შეურიეს და ცელსიუსით 135 გრადუსზე გაადნეს. შემდგომ კითხელი პლასტიკის ზოლების სახით ამოიხეს. თანაფარდობაში ადგენდა სპორის 5 გრამი პლასტიკის 1 კილოგრამზე. სპორები წლობით შეიძლება უმოქმედო იყოს, ამიტომაც გასაღვიძებლად რამე არის საჭირო. ამისათვის მხოლოდ პლასტიკის საკმარისი არ არის. აუცილებელია საკმაოდ ნოტიო გარემო და საკვების სხვადასხვა წყარო, ძირითადად ჩაქრები, რის მიღებისას გამრავლებას იწყებს. შედეგად კი პლასტიკის დამშლელ ფერმენტებს გამოყოფს. ნედლეულის ბიოდაშლადობის შესაფასებლად პლასტიკს კომპოსტის როგორც აქტიურ, ისე სტერილურ გარემოში ათავსებდნენ, რომელშიც ცელსიუსით 27 გრადუსი ტემპერატურა ნარჩუნდებოდა და ფარდობითი ტენიანობა 44-დან 55%-მდე. წყალი და სხვა მკვებავი ნივთიერებები პლასტიკის ზოლების შიგნით სპორებს ამოქმედებდა. ჩვენს წლებში ნედლეული 5 თვეში იშლებოდა. ასევე ნედლეულის გაუმჯობესებას ვცდილობთ, რათა უფრო გაიწელოს და ამისათვის მეტი ძალა იყოს საჭირო. ამგვარად აქტიური გამოყენებისას უფრო დიდი ხანი იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ მოელით გამოკვლევა იმისა, თუ რა დარჩება ნედლეულის დაშლის შემდეგ, ამბობენ, რომ ტექნოლოგიას ადამიანისთვის ზიანი არ მოაქვს. გამოყენებული ბაქტერიის შტამი პრობიოტიკების შემადგენელია და ადამიანისა და ცხოველებისთვის უსაფრთხოდ ითვლება. ამას გარდა მცენარის სიჯანსაღისთვის სასარგებლოა. მეცნიერები ტექნოლოგიის სხვა ნედლეულში დანერგვასაც გეგმავენ. ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სახის პლასტიკის წარმოებაში ვცდილობთ. პოლიურეთანი პლასტიკის ნარჩენების მხოლოდ მცირედი ნაწილია. ასევე გვინდა შევქმნათ ისეთი ბაქტერია, რომელიც პოლიმერებს კიდევ უფრო სწრაფად დაშლიდა. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი ხერხი გამოყენებისას დაბალ ხარჯებს მოითხოვს, რაც ნამდვილად ტექნოლოგიის მასიური დანერგვისათვის მნიშვნელოვანია. Андрей Деркач, Юрий Закревский специально для программы «Детали».